გუდაუში სათხილამურო ტურნირი ესპო მესამე წელია ტარდება. ახალგაზრდა სპორტსმენის ლევან ცხვარიძის სახელობის შეჯიბრისთვის სამზადისი 17 მარტს დილიდან დაიწყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ჩემი ძმის მეგობრები იღებენ ამ ტურნირში მონაწილეობას, ორგანიზებაში გვეხმარებიან. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა სპონსორს. ეხლა მიმდინარეობს რეგისტრაცია და სტარტი დაიწყება 2 საათზე. ყველა მონაწილეს მინდა უსურვა წარმატება. რეგისტრაცია სულ 50-მდე მოთხილამურემ გაიარა. ტურნირში როგორც ბიჭები, ასევე გოგონების მონაწილეობდნენ. მათთვის სპეციალური პრიზები და მედლები იყო დაწესებული. შარშან მოვიგე, მაგრამ წელსაც თუ იგივე მოხდა, იგივე მიძღვნა იქნება. ესპოს მიუძღვნი ამ ყველაფერს და შევეცდები, რომ აი ეს თასი თუ აუწიე ისევ ესპოს მიუძღვნა. თუ არა და გადავწე იმას, ვინც ამ საუკეთესო დროს აჩვენებს. წინა წელს გავედი მეორე ადგილზე და წელს ვაპირებ, რომ გავაუნჯობესო და პირველ ადგილზე გავიდე. ტურნირის დაწყების მოლოდინში მაყურებელი მუსიკითა და ცეკვით ერთობოდა. შუა დღის 2-ზე ესპომ სტარტი მესამე დაიღო. შეჯიბრი გოგონებმა გახსნეს. აზინალილი ბაგარი 630 მეტრიანი დისტანციის გავლის შემდეგ 20 გოგოს 30 ბიჭის დაშვება მოყვა. ეს ოღონდ განცდილი მაქვს ბიოჩე, მაგრამ ეს არის თავისებური შეჯიბრია რა. ეს პოსტასი. და ძალიან მაგარი ადამიანის თასია და ყველა უცებ პატივი აქ მოგებაზე არ არის. დამოკიდებული. ყველა ცეთ იმ ადამიანის პატივი რა. და მის სახელზე ყველა მაგრებია რა. შარშანელმა გამარჯვებულმა შედეგის განმეორება ვეღარ შეძლო. პოლონელმა ზუბეკ რობერტმა ტრასა 38 წამში დაფარა. პირველობა მოიპოვა და გარდამავალ თასაც დაეუფლა. ახალგაზრდა მოთხილამურის ლევან ცხვარიძის სახელობის მოყვარულ მოთხილამურთა ტურნირი ესპო 1 წლით დაგვიმშვიდობა.